ბევრი მეკითხება, რას ნიშნავს ჩემთვის ფერმა? როგორ ვათავსებ ერთმანეთთან ზრუნვას და იმ რეალობას, რასაც მეცხოველეობა ქვია? ხშირად გვესმის კითხვა, არის თუ არა ეს სწორი? პასუხი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი და ცხოველი ერთიან ეკოსისტემაში ვარსებობთ. ეს არის ბუნების ბუნებრივი ციკლი, უწყვეტი პროცესი, რომელმაც ცივილიზაციები ჩამოაყალიბა და გადაარჩინა. ეს არ არის სისასტიკე, ეს არის ცხოვრებისეული რეალობა, სადაც ჩვენ, ფერმერებს, უდიდესი მორალური პასუხისგებლობა გვაგისრია. ჩემთვის მეურნეობა არ ნიშნავს მხოლოდ პროდუქტს, ეს ნიშნავს ჰუმანურობას. მე მესმის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ჩემი მთავარი პრინციპი ამ პროცესის მაქსიმალურად ჰუმანურად მართვაა. ეს ნიშნავს ზედმეტი ტანჯვის გამორიცხვას და ცხოველის მიმართ ღირსეულ მოპყრობას მის ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ზრუნველობას. შექმნა საუკეთესო პირობები, სუფთა საკვები და მშვიდი გარემო იმათთვის, ვინც შენს ხელშია. ეს არის ყოველდღიური შრომა მათ კეთილდღეობაზე საზრუნავად. პატივისცემას. დავაფასოთ ის რესურსი, რასაც ბუნება გვაძლევს და გვახსოვდეს, რომ ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია მათთან, ვიზეც ვზრუნავთ. ფერმა ჩემთვის არის გზა, ვიყო ბუნების კეთილსინდისიერი ნაწილი. ჩვენი წინაპრებიც ასე ცხოვრობდნენ, მოკრძალებით, შრომით და იმის დაფასებით, რასაც მიწა და პირუტყვი აძლევდათ. ბევრს გონია, რომ ფერმა მხოლოდ შრომაა. ჩემთვის ეს ჰუმანურობის გაკვეთილია. ისწავლო ენა, რომელზეც ცხოველები საუბრობენ, გაუგო მათ საჭიროებებს და შექმნა გარემო, სადაც სიცოცხლე ჰარმონიულია. დილოცავთ აღდგომას, სიცოცხლისა და სიკეთის ზეიმს.